გამარჯობათ. რა ვქენი? მოკლედ ისა დავიფინოთ. ის არის საქმიანი თუ როგორ ქვია, ქალის იმიჯი მაქვს სერიოზული ხა და განახებთ რატომაც. უბრალოდ მანიკურებს ვისმევ და წესით მანიკურები ხო უნდა წაისვა, როდესაც ყველაფერი გაკეთებული გააქვს. ელემენტარული საწოლი ალაგებული და მეც ალაგებული მაქვს. საწოლები. ხო. თიცე დამადგა. ვერ ახაშენა, ქალო. ჯიბეს ჩავიდო ეს ფეხი, გაივლის დამადგავს, გამოივლის დამადგავს. ვაიმე ვერ არის ეს, გადამიფტყელა ფეხი. მოკლედ, ხო, თმაზე რაც შეეხება, ძალიან არ დამზრახოთ, იმიტომ რომ მეორე ვიდეოში სავარაუდოდ ახალი იმიჯით წავდგები, იმიტომ რომ ეს წამომივიდა ყელში უკვე რა. სხვანაირად ვერ ვიკეთებ როცხელა, ანუ ვერა. ხო და ეხა უნდა ესა ლობიოს ველოდები, მეორე პირი წყალი უნდა გამოუცვალო, ბარემ შევანელო. კასტობს იცმევ, მოკვდა ვინმე შვილში, დაბადების დღეზე ვითხრა თუ პანაშვიდზე. რა ვიცმევ. ერთო შულკაზე მეკიდია. რავი, დაბადების დღეზე მიდის თუ პანაშვიდზე ვერ მივხვდი. ხო და აუცილებლად შევიჭრი, არ ვიცი მოკლედ იქნება, კარგად იქნება ისე, არ მომეწონება ისევ შევიკრავ, მაინც ვესება. ხო და არ არის პრობლემა. ეხა ვფიქრობდი ჯერ საწოლები ავალაგო და მე მანიკური წავისვა მეთქი, მაგრამ არა. სად გეჩქარება ბანანი. ყავა დავლიე. ჩემს მამამთილთან ერთად შვენივრად საქმიანი იერი მქონდა ძალიან. ხო და როგორც კი თვალს მოეფარა, ამოველი მაღლა. აულაგებელ ოთახში ვზივარ და ვისმევ მანიკურს. დღეს მივდივარ მამიდა ჩემთან. 4 შაბათის მერე მივდივარ ზოგადად, მაგრამ დღეს ვეღარ გადავდებ, იმიტომ რომ ხვალიდან ამუშაობ და შეიძლება იქ ჩამომივარდეს მამიდა ჩემი და თმით მათრიოს და ღირსიც ვიქნები. ქარს 4 დღეა ვეუბნები რომ მოვდივარ მეთქი და უბრალოდ ძალიან ნელა მივდივარ. იმედია ეს შემრჩება სანამ იქ ადამიანამდე მივალ, მამიდა ჩემამდე. იმის დაწყებების ნერვი არა მაქვს ფრჩხილების, იმიტომ რომ ვიცი რომ შუა გზამში რაღაცას ვუზავ. სურო ძალით ავიძრო, შეიძლება ვერ ავიძრო, მაგრამ როცა ძალიან მჭირდება ხოლმე, ზუსტად მაშინ ავკარგავ ფრჩხილებს. ამიტომ სავარაუდოდ სანაქორწილში არ წავალ, იმ ფრჩხილს არც დავიკრავ. ვერა რა, ელემენტარული ჭურჭელია წამლაუწუნ. რაღაცა იგი ცოცხია, იქ ნაგვის ასაღებია, იქ ბაკია, ის ქვაბია გასახეხი და დადექი და მაგრად აბშურს იმ ხალხის, ვინც ბუნებრივად რა შილაკით ატარებს იმ სიგრძე ფრჩხილებს და არ ვიცი თქვენ როგორ ახართ. როდესაც ვინმეზე დავინახავ გრძელ ფრჩხილებს, ბოდიში და სულ იმის წარმოდგენა და ინტერესი მაქვს ტუალეტში როგორ შედის. როგორ გოგო? დამხმარეთი შედის? ჩხინებით იმაშვები. ან ბეტადინიც შეაქვს. რომ მე დაიმუშაოს. ეხლა გრძელი ფრჩხილები, აი რაღაცა საოცრებები რო აქვს, ამ სიგრძეზე რო აქვს ხოლმე. რავი, არწივის ჭყალებს რო გავხოლმე. ან ჩვეულებრივ შური მალაპარაკებს. ეგეც შეიძლება. აჰა. ჩხილები მალე იმას ვშურდა რომ მეუბნევით ხოლმე თქვენს და ზოგადად მეც ვცოდი რომ მარილ წყალში უნდა ჩაყო და ამაგრებს და რავი რაც მე მარილ წყალში მაქვს იქ სამსახურში ჩხილები წესით საერთოდ უნდა მომტყდეს მაგრამ არა რაღაცა სხვა რაღაცაც არის სულ წყალთან და მარილთან გვაქვს
თუ მოდიხარ, არ არის პრობლემა, შემიძლია ცერათითი დაგიგდო მანდვე რომ დამადგეზე. აღარ იწვალო. დაგელაგებინა ეგ საწოლიც თუ რა ქვია მატრასიც. ჩემი არ არის. აი მე კი არა ბიჭებისაც არ არის ალაგებული. რა პრობლემაა კაცო, თავარია კაცების. თავარია მანიკურს ვისმევთ და ვარ. აი მან დრო ბიჭი არის, ვის ოთახიც არის, რომ არა თავისას რო ალაგებს, მეორეც რო ალაგოს ხოლმე. თავისეც არ არის ალაგებული მე მგონი. ხო, თავისასაც არ ალაგებს და. ალაგებს ხოლმე. წინაზე არ ალაგებს და. მე აულაგე ძალიან ბევრი. ხო არ დაიღალე, დაგინიაო. მაგრამ გამიკეთო. შენი ეს ხა ეს საწოლის შენია, ეს საწოლის და ის. ალაგებს საწოლს. ეხლა რა ჯობია პირდაპირ ეთერში თუ გავთიშო. მართლა. არა, გათიშო არ გაწყობს შენ. უფრო მტკივნეული იქნება. ვიდეოს გათიშო ბარბარის უფრო მტკივნეული იქნება. ხო, რაც შეხება დღევანდელ ჩემ ჭამას, დავლიეყავა, მივირთვი ერთი პატარა შოკოლადი, თან ჩემ თავს ვეუბნეოდი, რომ მანანა ზედმეტი არ მოგივიდეს, მეორე არა იყო და არც მინდოდა, არც ფსიქოლოგიურად განვეწყო უკვე. მივაყოლე ერთი ბანანი და დავამთავრე დილის ჩემი ჭამა. არ მშია საერთოდ და ღმერთო გუშინ გავუცდი ჩემ თავზე პირველად. 4 საათი ხდებოდა რომ შევჭამე აჯაბსანდალი ცოტა პური და ცოტა წვენიც დავლიე გაზიანი. ისე დავიძინე და ისე მოვიდა ეს დილის ეს საათი, რომ აი არანაირად არ მდომებია საჭმლის ჭამა და ერთი სული მაქვს ხვალე, არ ვიცი რატომ მინდა დიდად არაფერი არ იქნება დაკლებული, მაგრამ აი თავისუფლად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რასაც შემეძლო, რომ ერთ ჭამაზე მეჭამა, ის საჭმელი მაქვს ნაჭამი ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და დღეს კვირა. ერთ დღეში კი არა, ერთ ჭამაზე რაც შეიძლებოდა მეჭამა, ეგ საჭმელი მაქვს განაწილებული მთელი 4 დღის მანძილზე და რა ვიცი, წესით რა ის უნდა იყოს, რომ რაღაცა უკან კლება არ იყოს, ხო? რადგან მე გამიფუჭდა სასწორი და გუშინ მივაყუდე ნაგავთან, ხვალ ძალიან მაიგრად მაინტერესებს ავიწონო, უბრალოდ რომ ნახო როგორ რამდენი დავიკელი არა, იმიტომ რომ მართლა აღარ ვიცი რამდენი ვიყავი, კაი ხანი არ ავწონი ვარ, ჩემი სასწორი შემყურე და ეს სამსახურშიც და მე კიდე ის 4 შაბათი მეორე კვირის ესე მოვიქცევი აუცილებლად და მოკლედ ხვალინდელ წონას გეტყვით და მე მეორე ორშაბათისას. აი ზუსტად ვიცი რომ ხო რამდენჯერ ვცადე. დიეტაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ბევრჯერ გითქვიათ და დაუწერია რომ ყველა ჭამაზე და არა. სხვა მომენტი მაქვს აქ. ამას რომ ვამბობ ხოლმე თქვენთან ერთად, მე ხო რამდენჯერ გადავთქვი რაღაცა და ეხა ზუსტად ვიცი რომ ანუ ჩემ თავზე გავიმარჯვე იმით რომ დავძლიე ის არა უშავრა ჭამე მანანა დავძლიე. ჩავასიკვდილე. რამდენჯერ მაქვს დაწყებული და რამდენჯერ მithქვია თქვენთან რომ იცი რა რაღაცა ეს დავიწყე და მოდი ესე ცოტა შევჭამ და რაღაცა. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი და პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარ თავს ვაჯობე და ის კი არ მინდა რომ აი მოდი მეორე ჭამა როდის მიწევს რომ აი ის გემრიელად შევჭამო. არა. ამაზე საერთოდ აღარ მიფიქრება და აღარ ვფიქრობ და აი რომ ერთ სულ რომ მქონდა ხოლმე თუნდაც საჭმელი მეჭამა და ამით სიამოვნება მივეღო თუნდაც სალათა და პური და წვენი კახური. არის აფილებს ხავთ და ისე ჩამხერა სოლში ჩამხერა. ვინ არის? არ ვიცი, ვიღაცა გავიდა, არ ვიცი. იქიდან გამოვიდა, შემხერა. საიდან გამოვიდა ხალხი? აი, იქიდან წამოვიდა ესე. გაზისა იქნებოდა, ფორმა იშვა? არაფერი არ არის, თეთრი მარიკაა ჩორდები. ჩანთეკი და გაზზე იქით იყო გაზის ხარ ეს? ხო გაზისა იქნებოდა. შემხერა მეთქი რა. გაზის ის არის, სოკარის არის ხო მეგერ შედიან და გადიან არ არის პრობლემა, გული გამიხდა მეთქი ვინ ხარ. შემაშინა რა, შემაშინა კი დამავიწყო ვინ იყო კი და რას ხვებოდი.
ხო და ის სიამოვნება და რომ შევჭამდი და მე ჩემ თავზე უზომოდ მეშლებოდა ხოლმე ნერვები რომ გოგო რატო ჭამე ხო შეიძლება არ გეჭამა აი ეგ მომენტიც რო არა მაქვს აი მაგაშიც ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მომწონს ხო დღეს არ მევარჯიშია მართალი რო გითხრათ არ ვერ მოვიცალე არა და პატარა ფიჩილების საყვარლობა არის მე გძელი ფიჩილებიც ლამაზ მეტი არ მაქვს ეს ხვალე დამტყდა ხვალეც უარესად დამტყდა ეხა ქვაბები და რაღაცები დავხეხე კიდე იცი რა როგორ დავხეხე რაღაცა სითხე მაქვს ხოლმე რა ის პლასმასის თეთრი არ ვიცი რა ქვია კარგად ხეხავს ხოლმე და სახურავებიც კი მოუხსენი ტაფის აი შუშის სინივოში გინდან შედის ხოლმე და პერიოდულად ხსნი ხოლმე და მაგით დავხეხე და მაგიტო უფრო ისავქენი რომ მე არა მქონდეს მეთქი გასაკეთებელი იქნება ეს ხვალამდე მქონდეს დილით სანამ წავართ ყოველ შემთხვევაში მარშრუტკაში ერთხელ ხო შეიძლება ესი არ ავიდე იმიტომ რომ ბოლომდე მაქვს ხოლმე გაუბედურებული გუშინ ჩემი ძველი ტელეფონი ავიღე და ჩართვა ვცადე თუ ჩვეულებრივ ირთვებოდა ხოლმე შევაერთე კიდეც დენზე ეს ძალიან მალე ანუ გამოაძროვდი თუ არა მაშინვე ჯდებოდა ხოლმე და მაგიტომ ეს მაგრამ ამაში მქონდა სურათები და რაღაცეები და გუშინ მიფიქრე რომ ამას გადმოვიტან მეორე ტელეფონში თქო და ამბუდეს ივანეს მიცემ იმიტომ რომ ანალოგიური ტელეფონი აქვს ზუსტად ივანეს და ამას გადავაგდებ რა ვიცი რაღაც მინდა მაგრამ ის მინდოდა რა სურათების გადმოწერა მაგრამ მე აღარ ჩაირდა რატო არ ვიცი ამას ივანეს მიცემ იმიტომ რომ რეგმი აქვს ივანესაც ესე იგი არის რამდენი ხნის იცი და ერთი ბწყალი არა აქვს შეშლილი მაქვს იდეალურად ნახმარი ტელეფონი ეს იდეალურად ნახმარი ტექნიკის გაფრთხილება მიყვარს თან ძალიან თუ თვითონ არ მოეღო ხოლმე ბოლო არ არსებობს აი ეს ტელეფონიც რო ამბობ ხოლმე მაგი ამის მერე მაქვს ეს ტელეფონი იმას გადავაგდებ ახლა დღესაც ვცდი 1-2 საათით შევაერთებ იქნებ ცოტა ხნით ჩაირდას ამაში მაქვს კარტა ჩვეულებრივ მაგრად მუშაობს უბრალოდ ამას მიხსიერება აქვს ძალიან დაბალი და ხარისხიც აქვს დაბალი ვიდეოების და მაგიტო ვიყიდე ეს ტელეფონი რა და ახლა საერთოდ არ ამჭირდება რომ ახლა ამ ტელეფონშიც კარტა ჩავდო ზოგადად არ მიყვარს ორი ნომერი არ ვიცი რატო კიდე იყო ვინმე ეს ნომერი რაც ახლა მაქვს 14 წლის ავიყავი რომ ავიღე ეს ნომერი და იმდენად ვარ ამ ნომერზე შეჩვეული და საერთოდ არ ვფიქრობ რომ აი ეს ორ კარტიანები როა და რაღაცა რომ კიდე ეს ერთ კარტიანი მაგრამ ეგ ორ კარტიანი ხო შემიძლია ესეც ჩავდო და ისიც მაგრამ ესა აი ყველაფერს საჭირო ინფორმაცია ამაში მაქვს WhatsApp-ი, Viber-ი, ნომერი რა ქვია იმას კიდე მობაილ ბანკი და აი ყველაფერი საჭირო ინფორმაცია ამაში მაქვს ანუ ეს ჩემთვის თან ეს ტელეფონი გერმანიიდან გამომიგზავნა ბელა ხო და იმდენად კარგად მუშაობს ხო რაღაცეებზე რომ თან რო ვიცი რომ სხვისი ნაჩუქარია და სხვისი მთელი გულით მოცემული ტელეფონია ვიყენებ იდეალურად და ანუ მუშაობს უბრალოდ ვიდეოების კი არ არის და ეს მიდრეკილება არა აქვს ამიტომ დანარჩენი გიყვარდეს ჩემთვის არის იდეალური ტელეფონი Samsung-ი ძალიან მიყვარს და ეხა ეგ Honor-ია Honor 200 და ისა ჩვეულებრივ Samsung-ის მენიუ აქვს ჩემი ქალობა გაქრა თვალის მაზიც ალკი აქვს ლოყისა, ცხვირისა, შუბლისა და რატო არ უნდა მქონდეს მაინდა-მაინც ერთი მაზი ავიღე თუ კრემი და ამისი და წავის ვისახეს და თუ მეფეხისა ყოფილა გუსლისა ეშენია მაშინ მომეცი რა არის ავატარი ხარ ეხა ეგ ვარსკვლავები რა არის მომეცი ერთ ცალი და დავიკრა სანამ ვიბარავებ აბა სადმე მომეცი აბა ერთ ცალი
სანამ ვიბანავებ 8 საათი უნდა გეკეთოს. 8 საათის მერე ვიბანავებ მომე. ერთ წამი მოგცე, მაგრამ მე რა არის მითხარი? რა საშუალება? ანუ ის რაღაცა ამოაქვს ჩირქი და აშორებს სიწითლეებს. რატო გავქრია? მაჩაკა და იმისანი სიწითლესაც აშორებს და ყველაფერს. სად უნდა დავიკიდე ახლა როგორ გაკრიალებული კანი, მაგანა ბარბარება. ხო და მე არ მაქვს. ხო და მე არ ვარ. მაგას უნდა შვილოს საპონი და მაჩალკა. მაჩალკა სახეზე რა არის მე? სახეზე მაჩალკას რა უნდა? რა საკალო ესე რომ მივიფარე. რა? შენ მერე ესე რო წაიცმე ხერსა რომ გადავარდა. რო ჭყრიალებს შენ გარიცი, როგორ მიყვარს. მართლა გეუბნები. სახეზე მაჩალკა. სცადე. მართლა გეუბნები. სახეზე რომ მაჩალკა დავით და მიწითლება გავა. ქალო განა დაიჭირე მეთქი და ტყავი გადაიცალე. აი ესე ცხელი წყლით უნდა დაასვლა ოღონდ რომ ძალიან უხეში არ იყოს და აი ეს განა ეს მართლა აი ეს მოძრაობით აი ეს ისია სუფთებს ისია წკრიალებს გენაცვალ. აი ერთხელ სცადე ნინო რო ეხლა რამდენი თვე არის ნინო თავისით ბანაობს ჯერჯერობით მე აი ზამთარში ხოლმე ვეხმარები რომ არ შესცივდეს სანამ ფეცს დავდგავთ ხოლმე რაღაცა რა და უნდა ნახო როგორ ყივის ხოლმე მარტო სახელი და გვარი გაბოდის ხოლმე ბავშვი და დაბადოდა. ეხა უცბად წავალობიოს შევანელებ. ხო ლოგინებს მივკრავ ხელს. ვიბანავებ და თმას შევიჭრი. ხათუნამ კი მითხარ შეიჭრა თმა, მაგრამ ხათუ აღარ შემიძლია უკვე. აი ამის სატანა აღარ შემიძლია. მიჩვენია პატარა კუდი მქონდეს. კრემი წაისვა, ვარსკვლავიდან მთვარე სახეზე აკვრია. ეხა პომადას ისმევ და ხო მშვიდობა გვაქვს შვილი. კაი, სპეციალურად წამის. და თმები უნდა ნახო როგორც გიჟლუბა ეგი არის. წავიწადი ხოცნება გაისაჯო. აი მე. ესე ჩემი სამარცხლი იყო. ეს იქიდან აიღე? აი სამარცხლი არის აქ, ეგ ნინოსთვის ვიყიდე, თმებს რომ ვყოფ ხოლმე და თმებს რომ ვუკეთებ ხოლმე, იმე სად არის მაგის საერთოდ რაღაცეები? არ ვიცი. თემოდან გამოვიწერე, აი ესეთი მსგავსი სტილის ეს სამარცხლი. ესეთი პლასმასის ის არის, რა ქვია, ნემსივით არის, აი თმა რომ უნდა გააძვრინო და ისაქნა. ხო და კაია რა, ბაზრობაზე მინდოდა ვერაფერი ვერ ვიყიდე და თემო ძალიან მაგარია მაგისთვის. ძალიან ბევრი ხარახურა რაღაცა შეგიძლია იყიდო, ოღონდ გამოყენებადი. რო გამოიყენო. ეგეთი. მიკუს მამიდა ჩემი არ ავწერ სადა ხარ ქალო. მოიცა. დღევანდელი მოგონებები გაკავშირებთო. არაფერი მნიშვნელოვანი. მამიდა ჩემი არ მწერ სად ხარ გოგო? არაფერიც არ არის. ხო ხომ ტელეფონში ვაერთებ და დაიტენოს. ინტერნეტი არ არის? ხო, ბევრი მწერთ ხოლმე იმას რა ქვია როგორ ვარ იმაზე. ცოტა ნაზად შვილო. შენი ხმა ისმის თმების გლეჯვის ხმა იქ. Facebook-ია თუ არა, TikTok-ზე. აი ეს როგორ ვისაუქნა. სურათი როგორ ვანახო, როგორ ვარ. ვერ გადიდებს ხო? ვერა? აი ამ აკაუნტი თუ არ იმაზე რა. სრიტიც ლაივში ვარ ხოლმე. მეორე მანანა მათიაშვილიც არის. ოღონდ მე წელს გავიგე რომ ორი აკაუნტი მქონია. ზოგადად აი იცი როგორ ამაქვს პირდაპირ Facebook-ით გადმოდის და გიკეთებს TikTok-ი ახალ აკაუნტს და მაგ ტელეფონითაც რო გადავედი, ესე დავთანხმდი და აღმოჩნდა რომ სულ სხვა გაუკეთებია. იგივე ყველაფრით. ნეტაებ ხალხს მეტი საქმეა რა აქ. აი მართლა მაინტერესებს. 24 საათი შეუძლია ისხდნენ. ცალკე პარტია ეგიდუნაშვილს ამართლებს, ცალკე პარტია ეგიდუნაშვილს ამტყუნებს. მე ერთმანეთში აქვთ დამეჭი გამიშვი, ერთმანეთში აქვთ დედის გინება
მეტი საქმე არა გაქვთ ხალხო. თქვენნაირი ხალხის გამოა ესე რომ აღმერთეთ, დააღმერთეთ, ზოგი ეხა დასცინის, ზოგი აგინებს, თვითონაც ვერ გაუგია, ვარსკვლავია თუ მთვარია. ჯვარისწერია რაღაცა დაუზიანოს მერე თავის თავს, საწყალი ვიტყვით. შეეშვით რა, ჩვენი ბრალია მაგისი, ესეთი ამბავი. ეხა ვითომ დავიღალეთ, ხო, დავიღალეთ, დავბლოკე ყველა მხრიდან მაინც მაგისი ვიდეოებია, მაგრამ ლაივი ჩავთა ეხა და ვიღაცა მოვიწიო და იგი დუნაშულზე ვილაპარაკო, ოღონდაც რა. აჰა, ეხა მე ამას შევაერთებ, საწოლებს უწყვეტ, ავალაგებ, ჩხილები მე მგონი გამიშრა, რა ვიცი. და ჭურჭელიც დაგეცხენი მაქვს, ლობიოსაც მოვანელებ და ეგ არის გავიქცევი მამიდასთან. ბაბოსაც დაურეკე, ამოდი მეთქი ამდენ ხანი არ მინახი ხარ და მამიდასთან ამოიარე მეთქი და ჩემიც მიშულები ყავს. ისო იყოსო ვერ დავტოვებ, მუშაობენ და ჩემი ძმა და ჩემი ძალი და არც ერთ პატარები არიან, შეიძლება დატოვებ, მაგრამ ვერ ანუ იყოსო რა მერეო. ხო და ამიტომ მარტო წავბოდიალდებით მე და ნინიკო. ახლა ახალი თმებით, იმედია ძალიან მაიმუნს არ დავემგვანი.